ხმაურიანი დებატები პარლამენტში ეგრეთ წოდებულ მასტქერისთან დაკავშირებული კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. უმცირესობა იმ 60 დღიანი ვადის გაზრდას ითხოვს, რავადაშიც საკაბელო ოპერატორებმა ყველა ტელეარხი უნდა ჩართონ. ნოდარ ჩაჩუ ადევნებდა თვალს პარლამენტში მიმდინარე დებატებს და ამას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ნოდარ, გისმენთ რა ხდებოდა დებატების დროს? პარლამენტის ხდომაზე ამ წუთებში გამოცხადებულია შესვენება და ამ წუთებში გამოცხადებულია შესვენება მანამდე კი მასტქერთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვა ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობდა ოპოზიცია იმ 60 დღიანი ვადის მასტქერის მოქმედების 60 დღიანი ვადის გაგრძელებას კიდევ 20 დღით ითხოვს, ანუ ხმების დათვლისა და თავად არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია წინასწარვე განწირულია ამ არჩევნებზე დამარცხებისთვის და ეს დრო ჭირდებათ იმისთვის აზარზე შეიძლება იყოს ორი სხვადასხვა სუბიექტი, რომელსაც ურთიერთკავშირი ჭირდებათ და ერთმანეთის პროდუქტზე არიან დამოკიდებული. მაგრამ მათ შორის როგორ გარეგულირდეს ურთიერთობები, ეს უნდა გადაწყვიტოს არა კანონმა, არამედ თავისუფალ პირობებში მათმა მოლაპარაკებამ. მეორე მხრივ, არ შეიძლება პროდუქტის მიმწოდებელი ყველა პროდუქტის ერთი და იგივე პროდუქტის მიმწოდებელი ყველა სუბიექტს ჰქონდეს ერთი და იგივე პროდუქტის შინაარსობრივად. ყველგან იყოს ყველაფერი ერთი და იგივე. ჩვენ ერთ-ერთი შევძლებ, როგორც კი დაპირვა გაიზრდება მაესტროსით, მეცხრე არხის და სხვა თავისუფალი არხების. როგორც კი გაიზრდება ეს დაფარვა, ჩვენ მაინც შევძლებ ძლავრი საზოგადოებრივი აზრის და ძლავრი სამოქალაქო მოძრაობის წამოწყებას და თქვენ ამის შიშით, რომ მე რო გააყალბებთ არჩევნებს და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს და ჩვენ ამის ორგანიზება არ შევძლოთ, წინა დღეს გინდათ რომ გამორთოთ. ჩემთვის გასაგები არის, რომ თუ რამდენად დისტანცირებული არის ეს ფრაქცია ბალალაიკა პირადად ბატონი ჯონდი ბეჭდური პროდუქციისაგან და კარგად მესმის, რომ შესაძლოა მას არ წაეკითხა არც ეს კანონი. მაგრამ კანონპროექტის მიზანში, თუნდაც ეს ერთი ქვეთავი რომ წაეკითხა, ის ცხადად წაიკითხავდა, რომ კანონპროექტის მიზანია კონკურენტიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა, ინფორმაციის გავრცელების და მედია ხელმისაწვდომობის სტანდარტების კიდევ უფრო გამტკიცება, აუმრჩევლად და შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალების უზრუნველყოფა. სტაბილურობა ჭირდება დემოკრატია. დემოკრატია არ არსებობს ორი თვით და მეტი არა. დემოკრატიის თავარი საშუალება არის კონკურენცია. კონკურენცია მათ შორის პოლიტიკური, მათ შორის საინფორმაციო წყაროების მიხედვით, რომელსაც თითოეული ადამიანი იღებს. ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ არის ის, რომ თუ კი ვალდებულება ჩვენ ჩავდებთ, ეს ვალდებულება იყოს მთელ საარჩევნო პროცესში და არა ორ თვეზე. მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანებმა საარჩევნო პროცესის წარმართვის შესახებ შეიქმნან სრული ინფორმაცია. აი თქვენი კანონპროექტი, ბატონო პალიკო, წარმომიდგენია რა მოხდება. არჩევნების წინა დღეს გათიშავთ ამ ტელევიზიებს და მათ ყავს საკმაოდ სოლიდური აუდიტორია, რომელიც მათ უყურებს, მხოლოდ მათ უყურებს. მაგალითად, თბილისში არის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულად იზის და უყურებს ან კავკასიას, ან მაესტროს, ან მეცხრე არხს. ბუნებრივია თქვენ გათიშავთ საკაბელო ბაუწყებლობიდან ამ არხებს, შესაბამისად ეს ადამიანები ჩათვლიან, რომ მათ რაღაცას უმალავენ. რაღაცა ფუჭდება და ამას მე მიმალავენ. ამ ადამიანებს უფრო მეტი мотиваცია ეკრიბათ გაბრაზების, განვისხების. უკვე დღის მეორე ნახევარში გაიმართება კენჭისყრები და სწორედ დამტკიცდება პირველი მოსმენით ეგრეთ წოდებული სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებული კანონპროექტი, ხოლო მას შემდეგ უკვე გაიმართება მეორე მოსმენით, უკვე საკომიტეტო მოსმენა, სადაც ძირითადი, ასე ვთქვათ, დეფინიციები გაირკვევა თუ რა სახის ჯარიმები, მაგალითისთვის რა სახის ჯარიმები უნდა დააწესდეს იმ საკაბელო მაუწყებლებისთვის, რომლებიც სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ასე ვთქვათ, არ შეასრულებენ და ეთერში რომელიმე ტელეკომპანიას არ ჩართავენ. ხმაურიანის ხდომის დეტალებზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ.